როდესაც გავიგეთ ამ საველე პრაქტიკების შესახებ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, თავიდან ვინც მეგობრები ვიყავით და ჯგუფელები, იმათ გვინდოდათ ერთად რამოდენიმე წამოსვლა, მაგრამ ვერ მოხერხდა და აქ რო ჩამოვედით, უმეტესობას არ ვიცნობდი რა, ანუ და იმ დღესვე მოხდა ეს ადაპტაცია, შეგუება, ანუ ამ ბავშვებთან ყველასთან ეგრევე შევედით კონტაქტში. ვინც გავიცანი, ყველასთან ისეთივე ურთიერთობაში შევედი, როგორც უნივერსიტეტში ჯგუფელებთან ვიყავით, თქვა და ანუ იგივე იქნება, როცა უნივერსიტეტში დავუბრუნდებით, რომ ისეთივე ურთიერთობა ვიქნათ, თქვა როგორც ჯგუფელთან. თუკი ქალაქში, ანუ არასავალო პირობებში როცა ვიქნებით, ძალიან დამეხმარება კომუნიკაციის უფრო ადვილად დამყარებაში. ანუ აქ რომ მოვედი, არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი, არც ერთ სხვა მონაწილეს, დანარჩენ 25 მონაწილეს არ ვიცნობდი და ჩემით მომიწია, რომ გამეცნო ყველა, მათაც იგივე დაემყარებია კონტაქტი ჩემთან და უფრო კომუნიკაბელური გავხდით თითოეული ჩვენგანი, რაც ყველა გარემოში გამომადგება ჩემი აზრით ცხოვრებაში. ანუ როგორც ჩამოვედით იმ დღიდან, დავიწყეთ საერთოდ მეორე დღიდან, მოსახლეობაში გავედით და აი რაღაცა სამეურნეო სამუშაოები რაც იყო ოჯახებში, თხილის ოხინკა, სემინდის დაფშნა, რაღაცა გამოცდილვაც იყო იქ და რაღაცა შეიძლება ხეხილის შეგროვება მოგწეოდა. იყო გათ პირველობას მაგალითად ჩამოვიარეთ რეინჯერებთან ერთად და ბუნება დავასუფთავეთ. გუნდურად მუშაობდით ყველანი და რაც უფრო მეტნი ვიყავით და ერთიანად მუშაობდით, უფრო მალე და მარტივად წყვეტით სხვადასხვა დავალებებს და ვეხმარებოდით მოსახლეობას. უფრო სახალისო გამოვიდა ეს, მაგალითად ვიდრე რომ მოწყვეტილი ყოფილიყავით, თქვათ, მოსახლეობიდანაც თუნდაც და ანუ შეხება არ ქონოდა თუნდაც იმ სამუშაოების შედეგად მოსახლეობასთან, ეს უფრო კარგი იყო, თქვათ, რომ ოჯახში შევედით და რაღაცა, ანუ თუნდაც ამ კუთხის კულტურას გავეცანით მოსახლეობის მხრიდან. ანუ ადამიანთან უფრო მეტად გახსნილი ვარ და ურთიერთობას უფრო ადვილად შევძლებ. ასევე უფრო დამოუკიდებელი გავხდი, მაგალითად არზოს არ მიკეთებია საჭმელი და ახლა ვალდებული ვარ, იმიტომ რომ ანუ როდესაც მორიგეობა გვაქვს, ჩემთვისაც უნდა გავკეთო ყველასთვის და ვცდილობ რომ რაღაც ცოტა ნორმალური და ისეთი გავკეთო, რაც შეიძლება შეიჭამოს. 5 დღე მეძინა ქვაზე და ახლა მარტო ახლა მივხვდით რომ შეგვეცვალა კარვის გადათქმა და მოთხოვნა აი quiz. საკუთარ თავში უფრო თავდაჯერებული ვარ და ანუ არასდროს არ ყოფილა ლაშქრობაზე და ახლა გამოვცვალე ჩემი თავი ამ სფეროშიც და შემიძლია დავუშვათ მეგობრებთან ერთად ჩემით წავიდა სადმე ლაშქრობაში, მყარვებით და ყველანაირი კომფორტის გარეშე რამდენიმე დღე ვიცხოვრობ. ან სხვადასხვა საქმეებს ვაკეთებთ, რა ძირითადად ვასუფთავებთ აქაურობას. კიდე დედავებს დავეხმარეთ რაღაც მონასტრის ეზოს გასუფთავებაში, დღე დავგავეთ. ჩვენაკაც სხვანაკადებზე შედარებით უფრო რთულ პირობებში მოუწია ყოფნა. ამ სიტუაციებს ქმნის მაგალითად დაშორება ქალაქის ცენტრიდან ცუდი სამანქანო გზა. ასევე აქ ძალიან ცუდად იჭერს ტელეფონი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ გართობას, დახმარებას გაშემყოფი ადამიანებისთვის. თავდაჯერებულები გავხდით. კი, ვფიქრობ, რომ უფრო თავდაჯერებულები გავხდით, ანუ უფრო ძალები ვიგრძნით საკუთარ თავში. ჯგუფური მუშაობის უნარები განგვივითარდა, თანამშრომლობა და ვისწავლეთ როგორ უნდა გავიტანოთ თავის საველე პირობებში. ანუ ჩემი უფრო ძლიერები ვხდებით ამით. თითოეულ ჩვენგანი ძლიერდება. ანუ პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი იმას, რომ ანუ მე მიჩვეული არ ვარ ზოგადად ესეთ ტყეში, მთაში ან კარვებით ცხოვრებას, პირველია ჩემთვის. მეგონა რომ ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა ანუ იმდენად კარგი და ორგანიზებული ჯგუფი შეგვხვდა, ყველანი ისეთ ანუ იმდენად ვართ გუნდურად შეკრულები, რომ ანუ არანაირი დისკომფორტი რაღაც არ იგრძნობა, მუშაობთ ერთად, ყველანაირად ერთმანეთს უდგავართ მხარში. ანუ ჩვენ ვახარისხებთ წიგნებს. აი ძალიან უამრავი წიგნი არის, რომელიც ძალიან სულ მდგომარეობაშია. აი დაზიანებულია შენობა თვითონ, შეიძლება თქვა წიგნებიც ძალიან სულად არის. ჩვენ ჩამოგვაქვს ის, აქ ვალაგებთ შეიძლება რუკაში და გადაგვაქვს შენობაში, და უფრო უსაფრთხო ადგილას. მეორე ჯგუფი იქით ასუფთავებს ტერიტორიას, რაღაც ელემენტი ფიცრებისა და განადგარების არქინებისგან და რათა შესაბამისად მე იქ უნდა გაკეთდეს რაღაც ლაბორატორია და ეს საშუალებას მისცემს რომ წამოიწყონ გენერალური რემონტი. დროის სწორად განაწილება ისწავლეს რა, დროს სწორად ანაწილებენ, გეგმავენ, ვინ ასე გააკეთებს, ვინ როგორ გააკეთებს, ზოგი გოგოს სამუშაო, ზოგი ბიჭის სამუშაო გადანაწილებული აქვს და სწორად უდგებიან რა, ერთმანეთს უფრთხილდებიან ესე რომ ვთქვათ და
მოახდინეს ქარსაცავი ზოლის რეაბილიტაცია და მარტო ამბობშებმა გააკეთეს და მართლა დიდი საქმე შეასრულეს, იმიტომ რომ არ იყო მარტო ხელით სამუშაო, უნდა ესწავლათ რაღაც სამუშაო იარაღების გამოყენებაც ბენზოფერტის და ასე შემდეგ და რამოდენიმე ძალიან იყო ჩაღა. აგრეთვე თხილის და ფეიქოს პლანტაციების მოვას ეს ბავშვები ახდენენ სრულად, ანუ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. ანუ ჩემი აზრით ამ პრაქტიკების შემდეგ უფრო მეტ დაბრკოლებას შევხვდები ძლიერად და ასე ვთქვათ გადავლახა უფრო მეტ დაბრკოლებას და პრობლემას ცხოვრებაში. ვიდრე აქამდე, თქვა აქამდე თუ ვიტყოდი რომ ამას ვერ შევძლებ, ვერ გავაკეთებ, ახლა ანუ რაღაც პრობლემები და შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ მე ამას შევძლებ და გავაკეთებ.